ჩვენ ახლა ამიტომ შევიკრიბეთ რომ ის პრობლემები რომელიც აგვაქვს მივეხმაროთ ერთმანეთს მივეხმაროთ იმ ადამიანებს რომლებიც სამშობლოდან შორს არიან საქართველოში დაბრუნების შემდგომ ვისაც არ აქვს თავშესაფარი რამოდენიმე დღით თავაზობს თავშესაფარს ეს არის ძალიან ეფექტური პროგრამები ეს არის პროგრამები რომლებიც სტაჟირება გაიარეს და გაიგეთ იურიდიული დახმარება ასევე დაუფინანსეთ შემოსავლის წყაროს გაჩენის ვიზით ცენტრალური ხელისუფლება და ადგილობრივი ხელისუფლება ადგილობრივი მუნიციპალიტეტები ყველა ჩვენ გავერთიებდით იმიტომ რომ რეალურად ჩვენ გადავიქცეთ ჩვენი ხალხის მოსამსახურედ ანუ ვემსახუროთ ჩვენ ხალხს და ამისათვის ეს ერთიანობა ამ ერთიანობას კიდე ემატება სამოქალაქო სექტორიც რომელიც ძალიან აქტიურია ბოლო ხანებში და თითქმის ყველა პრობლემა რომელიც დგას ჩვენ ერთობლივი ძალებით ვახერხებთ რომ სწორად ჩამოვაყალიბოთ ეს პრობლემა სწორად დავსვათ ის ამოცანები რომელიც გადასაწყვეტია და რაც მთავარია ამას ვაკეთებთ ყოველგვარი რაღაცა პომპეზურობის გარეშე იმიტომ რომ ხალხს უნდა გადაუწყვეტოს ეს პრობლემები. ეს არის ჩვენი პირდაპირი ამოცანა, პირდაპირი დანიშნულება, პირდაპირი მოვალეობა და ამაზე ბევრი ლაპარაკი არ არის. რაც შეეხება თვითონ მიგრანტების პრობლემას, მოგეხსენებათ რომ ეს არ იყო ერთ და ორ დღეში შექმნილი და პრობლემა რთულია, მაგრამ ჩვენ აუცილებლად გავაერთიანებთ ეს ძალებს იმისათვის, რომ თავის სამშობლოს დაუბრუნდნენ ადამიანები, ვინც წავიდნენ ჩვენგან ჩვენი ნათესავები, მეგობრები, ახლობლები, ჩვენი თანამემამულენი, რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ იქ არიან საკმაოდ რთულ ვითარებაში, მაინც ეხმარებიან ჩვენ სამშობლოს და ჯობია რომ ისინი დაბრუნდნენ თავიანთი ძალა, ენერგია, გამოცდილება მოახმარონ თავის ქვეყანასა და თავის ხალხს.